მოთამაშემ რომელიც დაჟინებით უყურს ბორდს სავარაუდოა რომ ჯერ ვერ ააწყო კომბინაცია ან თუ კომბინაცია ააწყო როგორც წესი სწრაფად აიღებს თვალს ბორდს დააკვირდით ახლა ლალიბერტეს როგორ იქცევა უყურებს დაჟინებით ბორდს ანუ ჯერ არაფერი არ უჭირავს საინტერესო ძლიერი კომბინაცია ჯერ აუწყო დააკვირდით ბრანსონს რა შვება გააპარა თვალი უყურებს რეაქციას რა რეაქცია იქნება ლალიბერტეს როცა მეოთხე კარტი მოვა ბორდზე მოვიდა მეოთხე კარტი რა შვება ლალიბერტე ისევე მიშტერებულია ბორდზე ახალი სტავკა შემოორდო დოილმა როცა მოთამაშე ააწყობს ძლიერ კომბინაციას მაშინვე გადადის აღზნებულ მდგომარეობაში უხშირდება გულისცემა უხდება სუნთქვა ეწყება თრთოლვა და როგორც წესი ცდილობს ნაკლები მოძრაობების გაკეთებას ეშინია რომ მიუხვდებიან და ფსონზე არ გაყვებიან ეხლა დააკვირდით ლალიბერტეს გაავს ეს მდგომარეობა გზნებული ადამიანის მდგომარეობას ეს მდგომარეობა გავს შეწუხებული ადამიანის მდგომარეობას და გამოჩნდება ახლა ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება მაგრამ ჩანს აჭრად რომ დგას რთული გადაწყვეტილების წინაშე მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე დოილ ბრანსონი ვარაუდობს რომ ლალიბერტეს ყავს სტრიტ დრო ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება ყავდეს მარტო ცალმხრივი თუ ყავს კაროლ დამა ელოდება 10-იანს აუცილებლად 10-იანი 4 ძალია დასტაში ესე იგი 4 აუტია ყავს ტუზ 3-იანი ელოდება 5-იანს დასტაში 4-5-იანია ანუ ბრანსონმა არ იცის დაზუსტებით რომ ლალიბერტეს 5-იანი ყავს ამიტომ ვარაუდობს 4 აუტს 4-5-იანს თუ ყავს ტუზ 3-იანი იქაც 4 აუტია სტრიტის ასაწყობად ლალიბერტეს ან თუ ყავს ფლეშ დრო ამ შემთხვევაში კიდევაც რომ მოვიდეს მესამე აგუს ბორდზე ბრანსონი უგებს ყავს უფრო მაღალი სტრიტი ნუ აქ სტრიტ ფლეშის ვარაუდი ნაკლებად ვარაუდობს მოკლედ ბრანსონი გავაკვირდეთ გავაგზავნოთ რა შვება გადაწყვიტა დარეიზი დააკვირდით ბრანსონს უყურებს სად იყურება უყურებს პირდაპირ ხებში რატო მოთამაშე რომელიც შემოდის ფსონს და ამის მერე იწყებს ჩიპების გასწორებას როგორც წესი ბლეფობს ან არ არის დარწმუნებული რომ ჩვენზე წინ არის იმ მომენტში ნახოთ რა შვება ლალიბერტე და გასწორ მოვიდა გასწორ არანაირი აღებულობა არ შეიმჩნევა ხელი არ უკანკალებს ანუ ბრანსონმა იქ შემთხვევაში რომ წინა დარწმუნებული წინა აქ რომ პროფესიონალის წინაშე თამაშობდეს ახლა ბრანსონი ამ ფსონზე ამ სტატი არ გაყვებოდა ლალიბერტე არ არის პროფესიონალი არის ბიზნესმენი ჩვეულებრივი რომელმაც მოინდომა ეთამაშა პროფესიონალი და ძალიანაც მიქარა ჩემი აზრით მამა ადლობთ ყურადღებისთვის